მე რამდენადაც შევამჩნიე ზოგადად შედარებით მაურიანად არ ხდება ეს პროცესი, მაგრამ გარკვეული ქართულიზაციის მომენტია ისეთი პოლიტიკას საუბარი ჯობია სოციალურ ექსპერტებს. არა, რა თქმა უნდა, ეს ამ შემთხვევაში ჩემი აზრით წამოვიდა თემის ის არის რა. პოლიტიკის ასე ვეჩვი. მისი აზრით ეყოლება თუ არა 2013 წლის მთავრობის სათავეში ადამიანი, რომელიც რუსებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს და ამავე დროს რუსეთი იმ ადამიანთან დიალოგს დათანხმდება. Რამდენად ხედავ დღეს ეს შესაძლებელია? შეუძლებელია. არ ვიცი, ხო მოლაპარაკება ომხრივ პროცესია, შეიძლება შენ გინდოდეს მოლაპარაკება, იმას არ უნდოდეს და ხო თუ იქნება მისნება, ალბათ. არა, ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა მოვიდეს სააკაშვილის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ პირველი მესიჯი, რასაც გააკეთებს, აი ახლა მე ვიწყებ რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას და ვეცდები დაალაგებას. არა, ნუ ეს იგივე სააკაშვილმაც ანალოგიური პოლიტიკა დაიწყო შევამაძის შემდეგ. პირველად მოსკოვში ჩავიდა. მოსალოდნელი ამას ველი რომ პატარა ცვლილების დროსაც კი რუსეთთან ურთიერთობა იქნება ძირითადი თემა, რომელიც იქნება 1 წელი წამოსული წინ, აი ვლაგდებით და მე ისე წამოვა. მაგრამ ნუ არის გარკვეული განსხვავება სტრატეგიულ ცეკვაში. კიდევ შეუსრულო მაინც. არის იმხელა სხვაობები, რომ აქ დააჯინონ ახლა მარშალ პეტელს და ისიც უკვე რაღაც წინააღმდეგობას გაწევს ამებას. არა, აქ საუბარი უნდა მოხდეს მხოლოდ დასავლეთთან ერთად, ჩემი აზრით, ერთ-ერთი რუსეთთან საუბარი უნდა მოხდეს დასავლეთთან ერთად და დღეს რაც ხდება, ეს არ არის საკმარისი რა. ანუ დასავლეთი უნდა ესაუბროს რუსეთს. ანუ ჩვენ უნდა ვიждდეთ დასავლეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას. მე არა ვარ ახლა რუსეთთან იმის კონფრონტაციის გაღვივების და გამწვავების მახრებს. არავინ არ არის, ისინი გვირგვებენ, ჩვენ არაფერს არ ვუშვებით. იგივე რუსეთის მხრიდანაც შეუძლებელია, დღეს არის ესეთი ილუზია, რომ შეუძლია მას შექმნას მარშალ პეტენის თავი. მაშინ რუსეთი უნდა გადავიდეს გლობალურ ესეთ აგრესიაზე, რომელიც 13 წლის დრო არის, რაღაცები უნდა მოხდეს. შეუძლებელი უნდა იყოს რა. არც აქვს ამ ცდელობა არის, რომ აი ქართველი ტიპაჟები წამოწიოს წინ, იგივე აი ვითომ დასავლური იმიერით. მე ესეთის დაბეჭდილება მრჩება, მაგრამ ისიც ძალიან დიდი ცდელობა ამას ვერ ვამჩნევ. ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პერსპექტივა აქვს? რა თქმა უნდა აქვს. მაგრამ აი აქ არის ძალიან ბევრი კითხვა. იგივე ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას პერსპექტივა რა თქმა უნდა აქვს. მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა ამისთვის არის. აი სამწუხაროდ მე აი ამ ეტაპზე თქვა, ხელისუფლების შეუძლებელია რომ არჩევნები შეიცვალოს. ეს არის ობიექტური რეალობა რა. შეიცვალა, იმიტომ ხელისუფლება. იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება არის გიპირისპირდება და შენ აი გარედან დაფინანსება არ არის, იქიდან არ არის. აი ეს ყველაზე ეს ყველაფერი უნდა მოიპოვო და იმუშავა. ძნელია, ძალიან ძნელია. ნუ ჩაგიკეტეს ყველა ეს. ნუ ყველა გზა რომ ჩაკეტილი გაქვს, შენ დავიკავებული ხარ. მიდიხარ პუტინთან. აი ეს არის ეს მეორე უკიდურესობასაც. უფრო რომ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი, რაც მოხდა 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, ეს იყო რომ ხელისუფლებამ ჩაკეტა ყველა გზა და გააღო მარტო ჩრდილოეთის კარები და დაჩა ჩრდილოეთის კარები გააღებული და არც იზრუნა მის დაკეტვაზე. აქედან გამომდინარე მოხდა ის რაც მოხდა. შესაბამისად დღესაც ნინო ბურჯანაძე მოსკოვშია და ნოღაიდელი კიდე მე მათ პოლიტიკოსებად ვერ აღვიქვა. ისინი უნდა წავიდნენ. აი ვერანაირად ვერ აღვიქვა, ვერც ნინო ბურჯანაძეს, ვერც ნოღაიდეს. ის ვინც ჩადის მტერთან ხელისუფლების გარეს, ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს, ჩემთვის არის ცარსახად რენეგატი. ეს როდესაც თქვა მოვა ხელისუფლებაში წარმოადგენს პლატფორმა, რომ ეს უკეთესია, მაგრამ როდესაც ჩადიხარ და იქიდან ხელისუფლებას ხელს უკნება, გამარჯობა და აქ ეს უკვე ცოტა სხვა ნიშანია და არც მე არ მინახია რომ თქვა იგივე რომელიმე სხვა სახელმწიფოში ასეთ მოვლენას დადებითი შეფასება ვინმესთვის მიეცეს. ახლა კი იგივე პეტენი ვახსენე და საფრანგეთში იმაზე არის სხვადასხვა აზრი, რომ არ იყო მოღალატე და შეიძლება ესეთი იყო და ესეთი იყო, მაგრამ ნუ ეს თან გმირიც იყო თავისთავად, მაგრამ არ გამოდის ასე. მე მგონი ეს რატომ არ მოხდება სოციალურ ნიადაგზე რევოლუცია საქართველოში? შეიძლება რევოლუცია ცოტა ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა, ხო, ჯერ რევოლუციიდან ჩამოვიდა ძალიან პატარამდე. ანუ ახლა რევოლუცია მოხდება, არ მოხდება რევოლუცია სოციალურ ნიადაგზე არ ამგონია რომ მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ჯეჯრობით ასეთ სიტუაცია არ არის საქართველოში. ვერაფერს ვერ ვიტყვი. მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა შეიძლება მოხდეს და აი კიდევ ერთი კითხვა დამიბადა, მაინტერესებს შენი აზრი. ძალიან ისე წავიდე.
სოციალურ ქსელებზე მემარცხენეების, მემარჯვენეების თემა და აი იგივე ლექსონმაც როდესაც საუბრობდა ტელევიზიით ესეთი რამე თქვა რომ აი რატო აყენებთ ეროვნულ თემას აი წამოაყენე მარტივად ხალხმა თქვა გშია ეს უფრო მარტივი გასაგები არ არის ხალხის უფრო შეიკრიბება ლოზუნგის დაყენება უნდა იცოდე ელემენტარად რა ლოზუნგი მაგრამ აი იგივე აი ეს თემა წამოვა აი მაგალითად მოდი ესე ვთქვათ იგივე გაძვირდა სიტი პარკის გადასახადი 100%-ით ხო სად არის ასე ვთქვათ ის საზოგადოებრივი აქტივობა რომელიც ასე ვთქვათ არაფრის გულისთვის გვახტევებენ 50 წელიწადში ხო კი ბატონო მაგრამ სად არის პროფკავშირები რომელმაც სოციალურ საკითხებზე უნდა იზრუნოს ხო არიან ვიღაცები პროფკავშირების წევრი არა ხო არის ესეთი ორგანიზაციები სად არის არასამთავრობო